მოგესალმებით. დღეს მინდა საზოგადოებას გავაცნო ინფორმაცია იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამის მორიგი მნიშვნელოვანი გაფართოების თაობაზე. საქმე ამჯერად ეხება ცისტური ფიბროზის ან მუკოვისციდოზის იშვიათი გენეტიკური ამ ძალიან ვერაგი და მძიმე დაავადების მართვას. ეს არის გენის მუტაციით გამოწვეული სერიოზული დაავადება, რომელიც ორგანიზმში იწვევს სქელი, წებოვანი ლორწოს წარმოქმნას. დაავადება უპირველესად მძიმედ აზიანებს სასუნთქ სისტემას, იწვევს სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებას და იწვევს ფილტვების ფუნქციის პროგრესულ გაუარესებას, მათ შორის სუნთქვის უკმარისობას. დაავადება ასევე აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, პანკრეასს და სხვა ორგანოებს. დაავადება ზემოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებასაც იწვევს და ეს უკიდურესად მძიმედ წარმოჩინდება ბავშვებში. ამიტომ უპირველესად მშობლებთან სახელმწიფოს წარმატებული თანამშრომლობის შედეგად ცისტური ფიბროზის მკურნალობისთვის განკუთვნილი დღეისათვის ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტის სახელმწიფოს მიერ შეძენის შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. სახელმწიფოსა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას კომპანია Vertex-თან, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შეიძენს ეგრეთ წოდებულ გენ-მოდულატორს სახელწოდებით ტრიკაფტა. მინდა აქვე დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს მთავრობას და პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ გადაწყვეტილებისთვის და საკუთრივ პროცესის მთლიანად მხარდაჭერისთვის. საქართველო იქნება არც თუ ისე ბევრ სახელმწიფოს შორის, რომლებსაც საკუთარ სახელმწიფო პროგრამაში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ექნება დანერგილი ეს ძვირადღირებული მედიკამენტი. ეს მედიკამენტი ავტორიზებულია ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის, ეგრეთ წოდებული FDA-ს და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს, ეგრეთ წოდებული EMA-ს მიერ 2 წლის უფროსი ასაკის შესაბამისი მგრძნობიარე მუტაციის მქონე პაციენტებისთვის. ინოვაციური თერაპია პირდაპირ მოქმედებს დაავადების გამომწვევ გენეტიკურ დეფექტზე და პაციენტებში მნიშვნელოვნად ზრდის ფილტვების ფუნქციის მაჩვენებლებს. მკურნალობა ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს პულმონოლოგიურ გამწვავებების სიხშირეს და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას. რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევების მიხედვით აღნიშნული შემცირება საერთო ჯამში 76%-ს აღწევს, რაც დადასტურებულია უდაოდ არამხოლოდ კვლევებით, არამედ კლინიკური პრაქტიკით და შესაბამისი მტკიცებულებებით. დღეიდან, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მუშაობა მედიკამენტის დასანერგად, რასაც გავაგრძელებთ კვლავ მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით და რეალურად სექტემბერში დავიწყებთ მედიკამენტების მიწოდების პროცესს. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო მშობლებს ჩართულობისთვის, თანამშრომლობისთვის, მათ შორის გასული წლის მიწურულს ამ დაავადების მართვის პროგრამის გაფართოების წინა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით წარმართვისთვის. ამ რთული პროცესის ერთად გავლისთვის მათ მადლობა, გამძლეობისა და მოთმინებისთვის. ყველაფერი ეს გადამწყვეტი იყო დღევანდელი წარმატების მიღწევისთვის. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისთვის, ბევრი ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი, სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის, რასაც ყველას ვუსურვებ კიდეც. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენი ხელშეკრულება მწარმოებელთან არ გვაძლევს შესაძლებლობას ზუსტად ვისაუბროთ მედიკამენტის ფასთან დაკავშირებით. ეს საფასო პოლიტიკა მოგეხსენებათ, რომ გარკვეული კონფიდენციალობის დაცვას გვავალდებულებს. თუმცა უნდა ვთქვა, რომ როგორც აღნიშნე კიდეც, რომ ეს ძვირადღირებული მედიკამენტია, მიუხედავად ამისა, აქვე შესაძლებლობით ვისარგებლებ და თვითონ კომპანიას მადლობას გადაუხდე საკმაოდ კარგი თანამშრომლობისთვის, ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და იმ გადაწყვეტილებებისთვის, რამაც მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე. ამრიგად მე არ მაქვს უფლება, რომ ზუსტად გესაუბროთ მედიკამენტის ღირებულებასთან დაკავშირებით, საჯარო წყაროებით რა ფასის მქონე მედიკამენტზეა საუბარი, ეს შეგიძლიათ თვითონაც მოიპოვოთ და მოიძიოთ ეს ინფორმაცია. მედიკამენტის, არ ვიცი, შეიძლება ფასის, შეიძლება სხვა მიზეზთა გამო, მაგრამ ბევრი სახელმწიფო არ არის მათ რიცხვში, ვინც სახელმწიფო პროგრამებში იყენებს ამ მედიკამენტს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამ მედიკამენტს, ესეც უნდა აღინიშნოს. ეს სხვათა შორის არის მედიკამენტი, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულია როგორც ერთ-ერთი აუცილებელი მედიკამენტი, ეს სტატუსიც გააჩნია დამატებით, ესეც აღსანიშნავია და უნდა ვთქვათ, რომ
სულ დაახლოებით 40-მდეა სახელმწიფო, ვინც აძლევს თავს უფლებას, რომ იქონიოს არსენალში ეს მედიკამენტი. მათ შორის არიან, რა თქმა უნდა, ფინანსურად მდგრადი, ფინანსურად ძლიერი შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოები და მათ შორის საბედნიეროდ იქნება ამიერიდან საქართველოს ეს, რა თქმა უნდა, დიდი წარმატებაა ჩვენი ჯანდაცვის სისტემისა. დიახ. როგორც რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, როდესაც ჯივინოსტატის შეძენასთან დაკავშირებით ვამცნეთ საზოგადოებას, აქტიურ ფაზაში ვაგრძელებთ კომუნიკაციას და მოლაპარაკებებს მწარმოებლებთან და ვფიქრობთ, რომ უახლოეს დღეებში იქნება შესაძლებელი ჩამოყალიბება უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, რასაც რა თქმა უნდა დაუყოვნებლივ მივაწვდით ინფორმაციას როგორც დაინტერესებულ მხარებს, ისე რა თქმა უნდა ყველმთლიანად საზოგადოებას. პირველი კითხვა ხდება იმ ახალ პროგრამასთან დაკავშირებით, ასაკობრივი სპარიტუა, არსებობს თუ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ეს როგორც თქვენ ამბობთ, იშვიათი დაავადება, ნებისმიერ ადამიანს დაუყენესება, თუ რამაც სპარიტუა. არა, ეს არის მედიკამენტი, რომელიც მოხმარდება მოქალაქეებს, ბავშვების ასაკში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ, 2 წლიდან მოხდება ამ მედიკამენტების გამოყენება. და ვნახოთ, რა თქმა უნდა, ეს რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ამ დაავადების მქონე ყველა პაციენტისთვის გამოსადეგი ეს მედიკამენტი ვერ იქნება. ეს არის გარკვეული ჯგუფისთვის, მათი რიცხვი დაახლოებით 9-ვარს აჭარბებს, რა თქმა უნდა, რიცხვი 9-ვარზე მეტია იმ ადამიანთა რიცხვი პაციენტებისა, რომელთაც ესადაგება ეს მედიკამენტი. მომავალი გვაჩვენებს, გაჩნდება თუ არა დანარჩენი ჯგუფებისთვისაც ანალოგიური შესაძლებლობის მქონე მედიკამენტი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მალეც იქნება, მაგრამ ყველაზე მწვავეთვისაც ქონდა საჭიროება, მათთვის მომარაგებული იქნება სრულად ეს მედიკამენტი და შესაბამისად დაიფარება ეს საჭიროებაც. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესე პოპულაციურად დიაგნოსტირებული რაც არის საქართველოში, დღეს არის მათი რიცხვი დაახლოებით 120. პოპულაციურად დაახლოებით ამ მიდამოებში უნდა იყოს რაოდენობა, შეიძლება ეს იყოს ოდნავ მეტი, ოდნავ ნაკლები, მაგრამ მთლიანობაში დაახლოებით ეს არის რიცხვი და პოპულაცია ამ დაავადების მქონე პირებისა. გავრცელება ესეთია. კი, ეს გულისხმობს იმისთვის, რომ სიცოცხლის ხარისხი გაუმჯობესდეს პერმანენტულად, პრაქტიკულად რეგულარულ მოხმარებას გულისხმობს. ეს გულისხმობს მათ შორის მხარდამჭერი სერვისების მიწოდებას, როგორც არის ფიზიოთერაპიული ვარჯიშები, ეს არის სხვა დაკვირვება, აუცილებელი დაკვირვება მათ შორის ნებისმიერ გართულებაზე, ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებზე და ასე შემდეგ. ეს არის, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელი, ეს თვითონ ამ მედიკამენტის გამოყენების პროტოკოლი, რომელზეც აი ამაზე აღვნიშნე ზუსტად, რომ ამაზე გავაგრძელებთ აუცილებლად მწარმოებელთანაც მუშაობას, არა მხოლოდ მწარმოებელთან, ამაზე დღიდან ამ საკითხზე მუშაობისა ჩართულები არიან ექიმები. ამაზე გვაქვს კომუნიკაცია საერთაშორისო გამოცდილების მოზიდვის მიზნით სხვადასხვა პარტნიორებთან საერთაშორისო მასშტაბით და ვფიქრობ, რომ ეს ასეც გაგრძელდება, ეს აუცილებელიც გახლავთ იმისთვის, რომ მუდმივად გქონდეს განახლებული ინფორმაცია მედიკამენტის ეფექტიანობის, რაც შეიძლება მეტი ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად ასე შეგვიძლია ვთქვათ. რა პერიოდითაც იქნება განსაზღვრული და მედიკოსები რა პერიოდსაც ჩათვლიან საჭიროდ ნებისმიერ დროის ექიმების არა ჩათვლიან არა ამას აქვს თვითონ წარმოებლისგან რეკომენდაციები და ამის მიხედვით ხდება გადაწყვეტილებების მიღება ინდივიდუალური გადაწყვეტილებებიც იქნება რა თქმა უნდა ზოგიერთ შემთხვევაში ვთქვათ გვერდითი მოვლენების მართვის მიზნებიდან გამომდინარე არათავსებადი პროცესი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს რა დროსაც შეიძლება მცირეხნით შეჩერება მოხდეს არის ასევე გათვალისწინებული რომ დიაგნოსტირების თვალსაზრისით შეიძლება იყოს სხვადასხვა ისეთი მუტაცია, რომელზეც შეიძლება ეფექტი ქონდეს, არ ქონდეს. ყველაფერი ამას ჭირდება ბუნებრივია, როგორც ზოგადი, ასე ვთქვათ, თლიან სურათში დაკვირვება, ისე ინდივიდუალურ რეჟიმში, სათითაო თითოეულ პაციენტთან მიმართებაში პროცესებზე დაკვირვება და ამის მიხედვით შემდგომ რელევანტური გადაწყვეტილებების ამის კვალდაკვალ მიღება. შემოწე სოციალურად აუცილებელი მინდა გითხრათ, ალბათ ინფორმაცია, რომ 113,000 მოქალაქე შეუძლია და შეუძლია სოციალური დახმარების მიღება სამწუხაროდ ამ რიცხვში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გვიკავშირდებიან, რომლებიც არიან დღეს ჩვენ რესპონდენტები, რომლებიც ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი იყო სწორედ ეს სოციალური დახმარება და ამბობენ, რომ ეს პროგრამა რეკომენდაცია ქვია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეგულირებული არ არის მათთვის მოგებული, რადგან ამბობენ, რომ იმ ადამიანს შეუძლია სოციალური დახმარება. ფაქტია, რომ ერთი სოციალური დახმარება არ აქვს მოქალაქეებს და მეორე ამბავია 130,000 ადამიანი დახმარებას მიღებდა
იმისზე რომ ამსახურებელს მოდით ნახეთ გასაგებია. რამე ცალკე აღებულმა მონაცემმა რომ არასწორი შთაბეჭდილება არ შექმნეს, ოდნავ ვეცდები რომ სრულად გითხრათ, უბრალოდ სურათი როგორია. თქვენ მოგეხსენებათ რომ ბევრი მიზეზის გამო და ყველა ქვეყანა ასე ოპერირებს, რომ წინასწარ დადგენილი მეთოდოლოგია არსებობს ოჯახების შეფასებისა, იმისთვის რომ შემდეგ ამის მიხედვით შეფასდეს როგორია მათი ქონებრივი მდგომარეობა და ამის მიხედვით იქნეს მიღებული გადაწყვეტილებების შემწეობის დანიშვნის ან გარკვეული სოციალური შეღავათებით სარგებლობასთან დაკავშირებით. ამ მეთოდოლოგიის მიხედვით ინიშნება ასეა განსაზღვრული საარსებო შემწეობაც და ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეს მეთოდოლოგია არის იმგვარი თუ კი გაეცნობით და უამრავი თვლადია, იქ უამრავი კომპონენტია, რომლის მიხედვითაც ხდება დაანგარიშება, არც ერთი ცალკე აღებული თვლადი დამოუკიდებლად არ ახდენს გავლენას შეფასებაზე. არ არის ერთი. აი ხშირად მოისმენთ ხოლმე შეფასებებს, რომ ამის და ამის გამო თქვა ტელევიზორის ქონის გამო ან მაცივრის ქონის გამო და ასე შემდეგ ეს არ არის სწორი მთლიანობაში ეს არის ყველა ამ რამდენიმე ათეული კრიტერიუმის მიხედვით გაკეთებული შეფასება რომლის შედეგადაც კეთდება დასკვნა რამდენი ქულა აქვს ოჯახს და თუ ეს ქულათა რაოდენობა არის თქვა 60 თქვა 40000 პირობითად ასეთ შემთხვევაში ხდება გადაწყვეტილების მიღება ამ შემწეობის დანიშვნასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ ასევე პრეისტორიაც უნდა გავიხსენოთ ამ საკითხისა, განახლებული სამუშაოებისა ოჯახების გადამოწმების, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საერთოდ შეჩერებული იყო ის მუშაობა, რასაც ქვია ოჯახების გადამოწმება და იგივე მეთოდოლოგიით, როდესაც დავიწყეთ ამ წლის მარტიდან დავიწყეთ ამაზე მუშაობა, გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით პრიორიტეტულად ფასდებიან ოჯახები. უამრავი ოჯახი შემოწმდა, უამრავი ოჯახი შეფასდა, ეს რიცხვი მათი თითქმის 70000 ოჯახია, ვინც შემოწმდა და მათგან საკმაოდ დიდი სიმრავლეა ოჯახებისა, რომელსაც ახალი გადაანგარიშებით, ახალი მეთოდოლოგიით არა, ახალი გადამოწმების შედეგად იგივე მეთოდოლოგიის გამოყენებით არ უგროვდებათ იმდენი ქულა, რომელიც ართმევს შესაძლებლობას მიიღონ საარსებო შემწეობა. რასაკვირველია, კარგად მესმის, რომ როდესაც საუბარია ათეულობით 1000 ჩატარებულ შემოწმებაზე, იქ თუ არსებობს რაიმე გადაცნობა, ამისთვის არსებობს კონკრეტული მექანიზმები, რომლის შედეგადაც ხორციელდება მათ შორის გადახედვა არსებული პრაქტიკის და გადაწყვეტილებების მიღება, რა შემთხვევაში შეიძლება ან შეიცვალოს გადაწყვეტილება, ან დარჩეს თუნდაც უცვლელი. ეს არ ნიშნავს იმას, რა თქმა უნდა, რომ ყველა შემთხვევაში ასე მოხდება, ან მაგალითად გადათვლის შედეგად დიდია ალბათობა, რომ ეს ყველაფერი გადაიხადება, ასეთი ალბათობა არსებობს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს არის დიდი ალბათობა. რაც შეეხება შეწყვეტილ საარსებო შემწეობას, მე არ მგონია, რომ შემოწმების და შეფასების ის ინსტრუმენტები, რომელიც არსებობს, ისეთია, რომელიც საერთოდ შემოსავლის არ მქონე ოჯახისთვის შეიძლება ითვალისწინებდეს ქულის შეწყვეტას, თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სადმე რაიმე მსგავსი ინციდენტია ინდივიდუალურად, ასე ვთქვათ, რომელიც გადახედვას საჭიროებს, ამისთვის ბუნებრივია სააგენტო, აბსოლუტურად მზად არის, რომ ეს საკითხები განიხილოს და იმსჯელოს. რაც შეეხება მეთოდოლოგიის მოძველებით დავასრულებ, თუ შეიძლება, უნდა დავასრულოთ. მე ხომ გთხოვეთ, რომ უნდა დავასრულოთ, ცოტა გრძლად მომიწევს თქო საუბარი. რაც შეეხება სულ ბოლოს საკითხს და დავასრულებ ამ საკითხზე პასუხს, ესე იგი მეთოდოლოგიას რაც შეეხება თქვენ ესეც ახსენეთ, მეთოდოლოგია პერიოდულად გადახედვას აუცილებლად ექვემდებარება, ამ მეთოდოლოგიის გადახედვაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ ვფიქრობთ და ვარაუდობთ, რომ ამ წლის ბოლოსთვის მზად ვიქნებით ახალი მეთოდოლოგიაც ვიქონიოთ და ბუნებრივია ამ ახალი განახლებული კრიტერიუმების მეშვეობით გაგრძელდება მუშაობა. ყოველ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ დრომდე კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით ხორციელდებოდა ამ დრომდე ეს პროცესი, ეს ბუნებრივია ასეც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, თუ კი რომელიმე შემთხვევაში ვინმე თვლის, რომ მას არასწორად მოეხსნა ასეთი შემწეობა, ბუნებრივია მას უფლება აქვს წარადგინოს საჩივარიც და სრული ყურადღებით მოხდება გადამოწმება ყველა იმ მიღებული გადაწყვეტილებისა, რომელიც ამ პროცესში ვნახეთ. 130,000 ადამიანი ხო რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდა ამ სოციალურ დახმარებას. ეხლა ვამბობთ, რომ ეს 130,000 ადამიანი გამდიდრდა, მათი შემოსავლის წყარო იმდენად დიდია, რომ აღარ საჭიროებთ ეს სოციალურ დახმარება და ასე ესე იგი გავიგეთ თქვენ ბოლოს ახსენეთ საუბრის ბოლოს, რომ კიდევ ახალი პროგრამა შემოუერთდება და
თუ შესაძლებელია ხო რომ გაიზარდოს იმ ადამიანებისთვის ახალი პროგრამა არა, მეთოდოლოგია. ნახეთ, როგორც ჩანს მეთოდოლოგიას გულისხმობთ ახალს, კი ბატონო. ახალი მეთოდოლოგიის შედეგი გავლენა როგორი იქნება, ამის წინასწარ პროგნოზირება მე გამიჭირდება, ვიდრე მუშაობა არ დასრულდება. რაც შეეხება საკითხს, რომ 130.000 რომელსაც შეუწყდა შემწეობის გაცემა, ეს როგორ არის, იცით, ეს მუდმივად მიმდინარე პროცესია. მუდმივად ამ დრომდეც, მაგალითად, ცალკეულ შემთხვევებში ხორციელდებოდა ჩვეულებრივი გადამოწმება, ოღონდ მცირე მასშტაბით. არ ხდებოდა იმ რეგულარობით, რომელიც იყო რეკომენდირებული რეგულარობა. მაგალითად, 4 წელიწადში ერთხელ არის რეკომენდირებული, რომ გადაიხედოს და შემოწმდეს თითოეული ოჯახის მდგომარეობა. აი ამ მიზნით, როდესაც გადამოწმება ხდება, ოჯახების მდგომარეობა ან მაშინ იყო არასრულფასოვნად შესწავლილი, როდესაც დანიშვნა მოხდა, ან მოგვიანებით, როდესაც ახლა მიიღება გადაწყვეტილება, ამჟამად არის გაუმჯობესებული მდგომარეობა. ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს, იცვლებოდეს ოჯახების მდგომარეობა და უდიდეს უმრავლესობა შემთხვევაში შეიძლება ეს ასეც ყოფილიყო. რა შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო, რომ შეიძლება არასწორად ქონოდა მინიჭებული ქულა. ამ შემთხვევაში თუ მაგალითად ოჯახი რაიმეს დამალავდა, ან რეალურად ვერ აღირიცხებოდა რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სამწუხაროდ ასეთი მოქმედებები შეიძლება ქონოდა ადგილი, შეიძლება თეორიულად ეს იყოს მიზეზი, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ითვლება სრულიად აი სტატიკურად დღევანდელ დღეს ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით კონკრეტული ქულების რაოდენობა, რომელიც გროვდება, ეს განაპირობებს უფლებას საარსებო შემწეობაზე ან მის დაკარგვას.